გამარჯობა მეგობრებო, მე ვერ დაგენახებით, საშინელ მდგომარეობაში ვარ. მე მგონი გადარჩა ვაშლის ყვავილები. ბალიც მე მგონი ცოტა გადარჩა, ტყემალისა, რა მე მგონი გადავრჩით. ეს ყვითელი ლენტები, წებოვანი ლენტებია, ფერომონებიანი, ალუბლის ბუზის და ოფის ხერხი ასვლის და რა ვიცი, სხვადასხვა მწერების, მავნებლებისთვის. ერთი სიტყვით რაზე გიწევთ ვიდეოს, ეხლა რაც დავამუშაოთ. აი ხა მე არ მცალია, რა ვქნა, აი ხა შევჭამ ცილებიან ბალს რა უყოთ, მაგრამ აი ამ ეტაპზე ზუსტად ნახეთ, როდესაც დაიწყებს ყვავილების წვენას, უკვე დაგვიანებულიც არის. მაგრამ ეს სწრაფად დააყრევინა სიცივემ ყვავილი. უნდა მოხდეს დამუშავება რაიმე კონტაქტური ინსექტიციდით ბუზებზე, ანუ მაგალითად ლეპიდინი ავიღოთ და რაიმეთი ნაყოფის ხერხიაზე და რაღაც ეგეთებზე რა. ანუ მაგალითად ნიმიზეთი. ხო, ნიმიზეთი და ლეპიდინი შეგიძლიათ გაურიოთ ერთმანეთში და აი ამ ფაზაში დაამუშავოთ ხერხი. აი ზუსტად ეხლა მსხალზე ცოტა დაგვიანებულია, მაპატიეთ რომ გვიან გიწერთ ამ ვიდეოს სიცივები და წვიმების გამო უკვე აღარც ვისადი. აი ნახე, აი ზუსტად მინდოდა მე ნახა რაც კიდე აზიანებს აგერ ზის და მიირთმევს. ძლიადად ჭამს ბუტკოს ფაქტიურად ხან ზოგიერთი სხვადასხვა ჯიშის სხვადასხვა სახეობის არის. და ბუზიც რა, ბუზის გადაფრენა დაწყებულია, როგორ ხვდები ახლა მე რომ დაწყებული არის ბლის ბუზის გადაფრენა, აქ გაკრული მქონდა ეს ჩამოვარდა და აი აქ არის ყვითელმუცლიანი ბუზები რო არის, აი ეს მაგალითად ეს არის ალუბლის ბუზი, აი წებოვანი ლენტები სხვადასხვა ძალიან ეფექტურია. თქვენ თვითონ ხედავთ რამდენი არის მიკრული მიუხედავად წვიმის. რავი, ამაზე არის ერთი ალბათ 50000 მწერი მიკრული ორივე მხრიდან. ეს არის ერთი 15 წუთის დაკიდებული და აქაც უკვე ბლომად არის მიკრული. გათფა და მოიშვა, უნდა დავჭიმო. ხო. აი ესეთი ლენტები მაქვს, ნახე რო თბება როგორ იშვებს. უნდა გავჭიმო. და ორ კვირაში დაახლოებით უნდა გაუმეოროთ რა. ორ კვირაში ის კონტაქტური აღარ მოქმედებს, უკვე მუშაობს და ორ კვირაში კიდე გავუმეორებთ, არ გეგონოთ რომ ყვახენ ნაყოფში არდებენ, აი რო გამოინასკვება პატარა, აი ამ ხელა რო გამოინასკვება დაახლოებით ნაყოფი, კიდე უნდა გავუმეორებთ დამუშავება. წებოვანი ლენტებიც ეფექტურია, მაგრამ 100%-ით არ გაზღვევთ. აი. ნახეთ როგორი ვერ ვაფოკუსირებ. აი. ხო და მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ნაყოფი თუ გინდათ. თუ არა და ჩემსავით ჭიანსაც გადასარევად მივირთვებ თავის სილით. საერთოდ არ მაქვს პრობლემა რომ ბალი ჭიანია ან რაღაც ეგეთი რა. ჭამ გადასარევად. ალბათ წარმატებები და კარგი სეზონი ყველას. მე მგონი რაღაცები გადარჩა და რაღაცები გამოინასყვა. მოდი ბარემ ჩემ ჯუჯახეებსაც გაჩვენებთ. რომელსაც ვერ ვაღისე და ვერ ამავთული, აი დაუსვე საყრდენები როგორც იქნა და დავასობინე და ეს ნახეთ, ეს არის ვაშლი. ეს ეხლა მავთულზე არ დაიკრა. ეს ვერანაირ ნაყოფს ვერ გაუძლებს და გადატყდება რა. ამიტომ ჭირდება ჯუჯახეხილს აუცილებლად საყრდენები რა და აი დასობილი მაქვს, რომ მავთულიც მოტანილი მაქვს და დღეს თუ მოვასწარი გავაკეთებ. გარგარი ერთი ხის გადარჩა, სხვათა შორის ის გადარჩა, რომელიც ყველაზე ადრე აყვავდა, რომელიც მოყვა მოგვიანებით, აგერ კი ხედავთ. ეს სხვათა შორის 3 წლის ენერგებია. აი ნახეთ რამ ხელა, გიგაჩვენეთ. ამაზე არ გადარჩა, საერთოდ ერთ ნაყოფსაც ვერ ვხედავ აბსოლუტურად რა. თუ ეს ამან ასე გააგრძელა, აქედან ავიღებ კვირტს და გადმოვამყნობ ამაზე რა. ვინაიდან სავარაუდოდ შეიძლება არის ჯიშური მიდრეკილებაც, რომ ეს უფრო ამტანია და კარგად უძლებს სიცივეებს და ინარჩუნებს ყვავილს. ამათმა ვერ შეინარჩუნეს აი ესეც. გარგარია და ესეც საფორმირებელი მაქვს მავთულზე მისაბავ გასაბმელი და რა ვიცი. აი 4 ხიდან მხოლოდ აი ამასაც გადარჩენია ცოტა. გავსინჯავ მაინც აუცილებლად რა ჯიშია. ეს ჩემი უსაყვარლესი ზაფხულის შამპანსკი ვაშლი. ეს ყვავის ხომე უზომოდ ლამაზად. დღეს ჩაგიწერეთ ვიდეო თხუნელების დაჭერაზე და მე დავდებ ალბათ ხვალ.